საღამოშვიდობისა მიიღოს სტუმარი გამოვიდეს თქვენთან იმ ანალიზით, რომელიც საზოგადოების უმთავრებს შრეებს მოსტონთ. საქმე იმაშია, რომ დღევანდელი ჩემი სტუმარი არის ბატონი ამირან მახარაძე, ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი, პოლიტოლოგი, Facebook სივრცეში საკმაოდ ცნობილი პიროვნება, იმიტომ რომ ის ძალიან აქტიური მოღვაწეა. ვიცი რომ დაახლოებით 2400 სტატია აქვს დაწერილი Facebook-ში. ეს ბატონი დღეს ჩემთან არის სტუმრად, იმიტომ რომ მისი ბოლო სტატია, რომელიც 3 ივნისს გამოქვეყნდა, საკმაოდ საინტერესო გახდა, რაზეც მეტყველებს ის, რომ სულ რაღაც 1 კვირის თუ 8 დღის განმავლობაში ის ნახა, წაიკითხა 111,000 ადამიანზე მეტმა. 1000-ზე მეტი გამეორება ქონდა, გაზიარება ქონდა, უამრავი მოწონება, ბევრს რა თქმა უნდა არ მოეწონა. 1000-ობით ადამიანს მოწონება ქონდა. ხო, მოწონება. დიახ, მოწონება. ეს ბატონი მე დიდი ხანია ვიცნობ, რამოდენიმე წელიწადია. გულანთებული კაცი არის, რომელსაც უყვარს თავისი სამშობლო, ფიქრობს დღე-დღამე მასზე, სხვა რამე თემა მას არ აქვს, არც პირად შეხვედრებში და არც იმ Facebook გვერდზე. არაფერზე გარდა სახელმწიფოს ბედზე, მისი მართვის ოპტიმიზაციის პრობლემებზე, სულ ამის ირგვლივ ტრიალებს მისი აზრები. რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთი ხალხი, უნდა ვთქვა პირდაპირ, რომ ბევრი არ აკვავს. სწორედ ამიტომ გახდა ის ჩემთვის საინტერესო და მე ვთხოვე მას მობრძანებულიყო დღეს ჩვენთან, ასე რომ ის დღეს პირველად არის პირდაპირ ეთერში ჩვენს ტელევიზიაში. მოგესალმებით ბატონ ამირან, დიდი მადლობა რომ მობრძანდით და მე მინდა თქვენ ახლა თავიდან ძირითადად მაინც იმ სტატიაზე, რომელიც 3 ივნისს დაწერეთ და რომელსაც ამდენი მოწონება ხვდა წილად, ამის ირგვლივ ვილაპარაკოთ და მე რაზეც გვინდა და როგორც გვინდა. მთავარი არის, რომ ჩვენ ვიცით, რომ ქვეყანა ისე არ იმართება, როგორც უნდა იმართებოდეს და უამრავი გზები არსებობს მისი გაუმჯობესების და ამაზე მე გავაგზავნებთ ამაზე ლაპარაკს, როგორ და რანაირად. მადლობა ძვირფასი ბატონო ვახში მოწვევისათვის. პირველად ვარ სტუდიაში და ცოტას ნევრიულობ. განვისურვებ ხარვეზებით არ წავიყონ გადაცემა. მოგესალმებით საუკეთესო სურვილებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. შევეცდები გაგაცნოთ ის მოსაზრებები, რაც მე გამოვაქვეყნე 3 ივნისს და როგორც ბატონმა ვახშიმ თქვა, 111,200 კაცმა ნახა, 1000-ზე მეტმა გააზიარა და ბევრი მადლობა 150 კაცმა დამემეგობრა, ბევრმა პირადში მომწერა და ძალიან მე იმდენად ვერნიერ დაგვთოვანებული ვიყავი, იმიტომ რომ ამ ხელა რეზონანსი გამოიწვია ჩემმა სტატიამ. წლების მანძილზე მე რასაც ფიქრობ, ეს არის სახელმწიფო მოწყობაზე, რადგან ჩვენ სახელმწიფო ვერავაშინოთ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს მართავდა და მართავს უნიჭო, განჭრეტის უნარო, პოლიტიკურად გაუნათლებელი, ლოგიკური და სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარო ვაი პოლიტიკოსები.
რომლებას დააქცია და გადაშენების პირას მიიყვანა ჩვენი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო. ყველა მთავრობა არის ყველა უბედურების მიზეზი, რაც უჭირს. ყველა მთავრობა მეტნაკლები დოზით არის საქართველოს დამაქცევრები და მტრები, რასაც ადასტურებს ფაქტები. ეს ნეგატივი, რაც თქვი და ეხლა ყველაზე საუკეთესო თემაზე გადავიდეთ. ყველაზე საუკეთესო, რაც კი კაცობრიობას მოუგონია თავისი არსებობის მანძილზე, თავის გადასარჩენად და რაც შეიძლება უკეთესი და ბედნიერი ცხოვრების მისაღწევად, ეს არის სახელმწიფო. ამიტომ ყველა ჩვენთაგანის და მთელი საქართველოს მოსახლეობის უპირველესი და უმთავრესი მიზანი, სურვილი და განზრახვა ის უნდა იყოს, რომ ავაშენოთ ყველაზე საუკეთესო, ყველაზე სამართლიანი სახელმწიფო მთელ მსოფლიოში. დავსვათ შეკითხვა, რომელია ყველაზე საუკეთესო სახელმწიფო წყობა ყველა წყობათა შორის? ამ კითხვას პასუხი მარტივი აქვს. ყველაზე საუკეთესო სახელმწიფო წყობა არის ის სახელმწიფო წყობა, რომელიც ხალხს აძლევს კარგი, საუკეთესო ცხოვრების საშუალებას, თავისუფლებას და თანასწორობას. არის ასეთი სახელმწიფო წყობა და ამ სახელმწიფო წყობას ჰქვია სახალხო კონსტიტუციური წყობილება. ეს არის ყველაზე საუკეთესო წყობა ყველა წყობათა შორის, რომლის მსგავსი ან უკეთესი მთელ მსოფლიოში არ არსებობს. სახალხო კონსტიტუციური წყობილება ეს არის ისეთი სახელმწიფო წყობა, სადაც სახელმწიფოში ბატონობს და მოქმედებს ის ბრძნული და სამართლიანი კანონები, რომელიც მოიგონა ნიჭიერმა და ბრძენმა ხალხმა და დაადგინა ყველასათვის საყოველთაო ნორმად. მოგესალმებით, სახელმწიფოში ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს და უმაღლესი კანონმდებელი არის ხალხი. და ამ გადაწყვეტილებების მიღება, ცოტა მოგვიანებით ვიტყვი, ყველაფერი დამოკიდებულია ხალხზე. სახელმწიფო შენდება მოქალაქეთა სულისკვეთების ერთიანობაზე. განმარტება თუ რა არის სახელმწიფო? სახელმწიფო ეს არის თავისუფალ ადამიანთა ნებაყოფლობითი ერთობა, რომელიც თავისივე დადგენილი კანონების შესაბამისად ცხოვრობს და გააჩნია საკუთარი ტერიტორია. სახელმწიფოში ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს და უმაღლესი კანონმდებელი სახელმწიფოში არის ხალხი და არა ეს აუბედითი ნაცები და კოცები, რომლებიც დიდად არ განსხვავდებიან დამპყრობელი მტრისაგან. ბატონო მირან, ზოგჯერ შეიძლება კითხვებით კი ბატონო, მზად ვარ უპასუხო. ესე იგი, დღევანდელი ხელისუფლება და ნებისმიერი წინაც ნაციონალები იქნებიან თუ იგივე რა ერქვა იმ პარტიას შევარდნაძე რო იყო მოქალაქეთა კავშირი. ყველა იტყვის, რომ ჩვენ ვართ ზუსტად ასეთი სახელმწიფო, ესე იგი, სახალხო კონსტიტუციური წყობა გვაქვს. აი, ესე იგი, გამოდის რომ ზოგიერთი ხელისუფლება და თქვენ თუ დაგიჯერებთ, ესე იგი, თითქმის ყველა ხელისუფლება არ ღვევდა აი ამ სახალხო კონსტიტუციური წყობის ძირითად კანონებს. ასე გამოდის? რა თქმა უნდა, ბატონო ვახში, ყველა მთავრობა არის ყველა უბედურების მიზეზი, რაც გვჭირს, ყველა მთავრობა მეტნაკლები დოზით არის საქართველოს დამაქცევრები და მტრები, რასაც ადასტურებს ფაქტები. მე უბრალოდ გავაჟღერე, თუ არა, ამას ადასტურებს ფაქტები. ახლა ეს ძალიან ისეთი მკაცრი დიაგნოზი დაუსვით თქვენ ხელისუფლებას და რომ ეს აი სანამ თქვენ ამის დასაბუთებას დაიწყებდეთ და იმისათვის რომ საზოგადოებისათვის უფრო მარტივი იყოს იმის გაგება, რასაც თქვენ იტყვით, თუ ნებას მომცემთ, აგერ მე მაქვს წიგნი, რომელიც 18 წელს გამოუშვა მეცნიერთა კონგრესმა, ჩვენ მეცნიერთა კონგრესი ვართ. და აი აქ რა გვიწერია ჩვენ სამართლიანობის მანიფესტის სახელწოდებით არის ეს პარაგრაფი აქ. ხელისუფლების უპირველესი კონსტიტუციური მოვალეობაა უზრუნველყოს ადამიანისათვის ბუნებით ბოძებული სიცოცხლის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების დაცვა.
შეუქმნას მოქალაქეებს ადამიანური არსობების პირობები. ხელისუფლება, რომელიც ამას ვერ ან არ აკეთებს, საკუთარ თავს აყენებს კონსტიტუციის გარეთ. ბატონო ვახში, როგორ ფიქრობთ, არის ასე? ისა, გეთანხმებით. ძალიან მოკლედ და ხატოვნად რო ვთქვათ, ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა, ეს არის ხელისუფლების ვალდებულება. აი როგორც პოლიტიკოს ვალდებულება არის ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა. აი მაგალითად პირველი სახელმწიფოები რო ჩამოყალიბდა ძველ ანტიკურ საბერძნეთში, პოლიტიკოს იყო მწყემს შედარებული, რომელიც ფარას უვლის მწყემსავს და ზრუნავს მასზე. რა შავჭირს შეიძლება შევადაროთ ჩვენ ქართველი ვაი პოლიტიკოსები? მოვიდნენ ხალხზე მზრუნველი, რომელიც ან აი ჩვენ ფაქტებით ვილაპარაკოთ. აი თუ რამეს ვიტყვით, უნდა იყოს ან ხალხს თავაზობთ იდეა იქნება თუ რაიმე მეცნიერულად დასაბუთებად. ისინიც ხალხზე მზრუნავენ, ვერ ხედავთ რამდენი ადამიანი გამილიონერდა, რამდენი კარგად ცხოვრობს. ისინი იმადზე ზრუნავენ, იმ თავიანთ პატარა წრეზე. ალბათ ცოტა ირონია მაგ თქვენს საუბარში. იმიტომ რომ აი რა ხდება დღეს, აი შევხედოთ განობაში თვალის შევავლოთ საქართველოს. დაწყებული ტერიტორიების დაკარგვა, რაც ქონდა ჩვენ აშენებული საბჭოთა კავშირი რო დაიჩალა, დავანგრიეთ. გინდა მე ჩაიეობა იყოს მარტო სოფელ ნატანებში იკრიფებოდა 5000 ტონა ჩაი. 15000 ტონა ციტრუსი. ეხლა დღეს ჩვენი გაჭირებული ხალხი თურქეთში დადის ჩაისაკრეფად ლუკვაპური რო იშოვოს. აი სადამდე მიიყვანა ამ მთავრობებმა საქართველოს. მერე ავიღოთ ჩვენ 5 მილიონამდე ვიყავით. ამბობენ 5.300.000 ვიყავით. დღეს რა ვართ 3.5 მილიონი ვართ, გონი ქართველები დარჩენილი მაგდენიც არ არის. ნახევარი საქართველოს გახიზნულია უცხოეთში. საქართველოს კი 1000 ჯულის ხალხით ივსება. აი უცხოელი და ქართველი ექსპერტების და ანალიტიკოსების მიერ საქართველოს სასიკვდილოდ განწირული სახელმწიფოები სიაში შეტანილი. ეს ხო ჩემი აზრი არა, ჩემი მოსაზრება არა. ეს ანალიტიკოსების და აი უცხოელი ექსპერტების აზრია და გეროს მონაცემები. ეხლა რა შეიძლება ჩვენ თქვათ? აი მაგათად რომ მოვყვეთ ვინ არის ეს და დავიწყოთ პირდაპირ დავახასიათოთ. კი ბატონო, აი თქვენ როგორც გინდათ ისეთ დავახასიათოთ მთავრობა. რა შეიძლება ითქვას ამ მთავრობას? ეხლა ჩვენ აღვნიშნეთ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო კი არა, საქართველოს არის დაპყრობილი სახელმწიფო. დაპყრობილი სახელმწიფო. ქართველებს ჯერ ერთი ჩამოართვეს ეროვნება, პასპორტში ამოუშალენ ეროვნება, მამის სახელი. დავიწყოთ აქედან, ეროვნება და მამის სახელი. ქართველებს ჩამორთვეული აქვს ძალაუფლება და კანონმდებლობა. ყველა ტელესაინფორმაციო საშუალებები. რეფერენდუმის კანონი არა გვაქვს. ყველა სასიცოცხლო მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები, ყველა ფინანსური შემოსავლის წყარო, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა, ოქროსაბადოა თუ მინერალური წყლები, ყველაფერი ეს რაც კი გააჩნია საქართველოს, ჩაგდებულია ხელში სამთავრობო მაფიოზურ კლანებს და მონოპოლისტებს, რომლებიც ესენი გზარცვავი ყიდიან და ისაკუთრებენ საქართველოს. აი, ნაცებმა და ქოცებმა ასე უხეშად რასაც ხალხი ამბობს ნაცები, ქოცები, მეც იმ ტერმინით ვიტყვი, ნაცებმა და ქოცებმა გაგვიყიდა 500 მილიონზე მეტი კვადრატული მიწის ნაკვეთები. 500 მილიონზე მეტი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთები. ანუ 52000 ჰექტარი და თითქმის ყველა სასიცოცხლო მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები. ვინ უნდა გამოიკვლიოს ეს საქმე? ან თუ ვინმე ლაპარაკობს ამაზე? ამ მთავრობას ახლა მთავრობის ხელშია ყველაფერი, როგორც ტელევიზიები თუ საინფორმაციო საშუალებები, ასევე რა მაგათ პროკურატურაში ამოწმებს, ის შემოწმებს ფინანსური პოლიცია თუ ვინ ამოწმებს.
ვინ ამოწევს? არავინ, მათ ჩაგდებულია ძალაუფლება ხელში და საერთოდ ოლიგარქიული სახელმწიფოა შეწყვეტა ბოლო 24 წელიწადში ჩვენ მართავდა ტირანი სააკაშვილის პრეზიდენტი რეჟიმი და ესენი ოლიგარქიული მმართველობა. კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არ მომხდარა რომ ტირანებს და ოლიგარქებს ეზრუნოთ ხალხზე და სამართლიანი სახელმწიფო ეშენებიოთ. ტირანია ეს არის მიხეილ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის მმართველობა. ძვირფასო მაღორებლებო 26 მაისს პარლამენტის წინ ვეგდე ხელებშეკრული დაუნდობლად ნაცემი. მარჯვენა თვალში ხელკეტი ჩამარტყენ აი ხელებშეკრული რო ვიყავი თვალის ბადურად ამიზიანდა და მხედველობა საერთოდ დაკარგული მაქვს. გამოდმებით მას შემდეგ თავბრუხვევები ვერ გამოუჯამთელდი. აი დღესაც ასე ვთქვათ წონასწორობას კარგავა იმ მდგომარეობაში ვარ მე და თვალში მხედველობა საერთოდ არ მაგდა და გამოდმებით მკურნალობის ქვეშ ვარ. ეს ტირანის სააკაშვილის სისხლიან რეჟიმზე ვამბობ რომ ათასობით ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს და რამდენი მე ვიცი რომ რამდენი უდანაშაულო ადამიანი ბიჭები დაბაძების დღეზე მიდიოდნენ საკეიფო და ის დაიჭირენ მაგათმა და წაიყვანენ და დაიჭირენ პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით და არ დამორჩილება თავდასხმა და 4-დან 2 გარდაიცვალა და 2 უცხოეთში წასული. ეხლა ეს ტირანია და ოლიგარქია ეს არის ბიძინა ივანიშვილის და აი ქართული ოცნების, ვაი ოცნების 14-წლიანი მმართველობა. აი ნახეთ, ოლიგარქები, ანუ მდიდრები, ვისაც ბევრი ფული და სიმდიდრე გააჩნიათ. უგულო, ცივსისხლიანი და სულით ბოროტმოქმედი ხალხი არიან. მათი მიზანია ხელში ეპყრა ძალაუფლება, ყველა ფინანსური შემოსავლის ხარო, აკონტროლონ ყველა და ყველაფერი. და იბატონონ ხალხზე. საბოლოოდ ოლიგარქები ტირანებად ყალიბდებიან. ასეთი ხალხი სახელმწიფო მართვის საჭეს არ უნდა გააკაროთ. ამას გვასწავლის, გვაფრთხილებს და მოგვიწოდებს ყველა ბრძენი და ფილოსოფოსი. აი ბევრმა ფულმა და სიმდიდრემ ისე გარყნა სული და ხორცით ადამიანები რომ კაცობრიობის განადგურება განიზრახეს. აი ამ რო არის მასონი თუ სატანისტური და გლობალისტები რაც ხდება დღეს იმაში სოფლიო არენაზე, სოფლიო პოლიტიკაში რაც ხდება. ასე ვთქვათ, ახლა არ გადავუხვეთ ევაზე სოფლიო პოლიტიკასაც, მაგაზეც ორი ოდესი თუ ვიტყვი ბატონო ვარ. კი ბატონო. ეხლა დღეს გამოსავალი დავსვათ ჩვენ. მე პირადად თავარი ეს არის, გამოსავალს რაში ხედავთ? ჰაერივით გვჭირდება ახალი მთავრობა. ჰაერივით გვჭირდება ახალი მთავრობა. ეხლა მოგახსენებთ ბატონო ვარში. დიახ. აი სახელმწიფო მოწყობაზე მე მზადვარ უპასუხო ნებისმიერ შეკითხვას, რაც სახელმწიფო წყობისა და მოწყობას ეხება. მე მზადვარ უპასუხო ყველა შეკითხვას. დიახ. ეხლა ყველაზე მეტად მრავალშვილიანი ოჯახი გავს სახელმწიფოს. როგორც მრავალშვილიან ოჯახს ჭირდება ოჯახზე და შვილებზე მზრუნველი მამა, აი ესე სჭირდება სახელმწიფოს პრეზიდენტი და საპრეზიდენტო მმართველობა. ისეთი არა როგორც მარგველაშვილი და როგორც ჩვენ გვყავდნენ ეს პრეზიდენტები ყველა ერთად აღებული. მაგნებავს სალომე პრეზიდენტი, რაჭყოზე უნდა იყოს კაცი სალომე პრეზიდენტი, სალომე ზურაბაშვილის პრეზიდენტობა ისურვოს. აი ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტი და საპრეზიდენტო მმართველობა. საპრეზიდენტო მმართველობა. ან როგორ ავირჩიოთ, ვინ უნდა არჩიოს ხალხი? ახალი მთავრობა სათითაოდ უნდა იყოს შერჩეული, რჩეულთა შორის რჩეული, ნიჭიერი და განათლებული, ლოგიკურად და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე საქართველოს ერთგული შვილები. ვინ უნდა შეარჩიოს ასეთი ახალი სამთავრობო გუნდი? ანტიკური ხანიდან ცნობილია, რომ ხალხს არ შესწევს სწორი არჩევანის უნარი სახელმწიფო მმართველების ასარჩევად, რასაც ადასტურებს ფაქტები. ხალხის არჩეული ყველა მთავრობა არის ყველა უბედურების მიზეზი, რაც ხჭირს.
ყველა მთავრობა მეტნაკლები დოზით არის საქართველოს დამაქცევრები და მტრები, რასაც ადასტურებს ფაქტები. კიდევ უბრუნდები, ვინ უნდა შეარჩიოს ახალი მთავრობა? ახალი სამთავრობო გუნდი, რასაც ვამბობ, რჩეულთა შორის რჩეული. აი ლოგიკურად და სახელმწიფოებრივად მოაზროვნა საქართველოს სწავლულთა ჯგუფმა. რომ მოვა კაცი ეხლა მაგათაც ვეკითხებით თუ რა იცი, რა შეგიძლია, რისი ნიჭი გაქვს, რისი უნარი და როგორ აი სახელმწიფოებრივად როგორ აზროვნებს. ერთი წუთით თქვენ ყურადღებას მივიღებ, აი ლოგიკა, ხშირად ვხმარობ მე ამ სიტყვას. ლოგიკა ეს არის დასაბუთების მეცნიერება, რომელსაც საქმე აქვს აზროვნების წმინდა ფორმასთან. აზროვნება, სადაც ეჭვი, ვარაუდი, ცდომილება გამორიცხული. ლოგიკაში ყველაფერი ცხადი ნათელი და გასაგები უნდა იყოს ხუთი თითივით. ლოგიკის ბევრი მხარე არსებობს, სხვადასხვა სახეობა არსებობს. მე მხოლოდ სამ სახეს შევეხები ამ წუთში. ანალიტიკური ლოგიკა. ანალიტიკური ლოგიკა რო წარმოვიდგინოთ მარტივიანით რო აგიხსნათ, წარმოვიდგინოთ აი ავტომობილი რო დავშალოთ ეხლა და ყველა დეტალი რო დავალაგოთ მაგიდაზე. აი ავიღოთ და გადავამოწოთ ყველა დეტალის, ყველა ჭანჭაკის ზომა, წონა, ფერი, ხარისხი, დანიშნულება, ღირებულება. ყველა ამას რო დავადგენ ჩვენ აი ეს არის ანალიტიკური აზროვნება. ანუ ანალიტიკური აზროვნება ეგ არის როცა ნებისმიერ ურთულეს საკითხს იქნება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა, დიპლომატიური ურთიერთობა თუ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა თუ მიმართები ხალხზე, აი ანალიტიკური თვალსაზრისით უნდა იყოს განხილული და მეცნიერულად დასაბუთება. ეს არის ანალიტიკური ლოგიკა. და მესამე არის ძალიან საინტერესო თემა. ძალიან საინტერესო საკითხი. ეს არის ზოგადი წმინდა ლოგიკა. რა არის ზოგადი წმინდა ლოგიკა? ახლა ვიეგიხსნით. ქართველი ხალხი როგორც ვაზროვნებთ, აი ისევ ცხოვრობთ, ისეთივე მთავრობა გვყავს და ისეთადვე გვაქვს ცხოვრება და სახელმწიფო მოწყობილი. ანუ თავია ჩვენი მიზეზი ყოვლისა უბედობისა. აი რა არის წმინდა ლოგიკა? წმინდა ლოგიკას არ აინტერესებს ვინ როგორ აზროვნებს. ის მიგითითებს როგორ უნდა იაზროვნო. როგორი მთავრობა ყავს სინამდვილეში კი არა, როგორი უნდა ვყავდეს. ვინ ირჩევს ხელისუფლებას? ვინ უნდა აერჩიოს? მეომარი მამაცი უნდა იყოს. აი გეტყვი, მას არ აინტერესებს წმინდა ლოგიკას ვინ როგორ აზროვნებს. ის მხოლოდ მიგითითებს როგორი უნდა იყოს. როგორი მთავრობა უნდა ვყავდეს. ეხლა იმდენად აი ნებისმიერი საკითხი, ნებისმიერი თემა, რასაც თავაზობთ ხალხს, აი მაგათად აი ამ დავუშვათ გამოვიყენოთ წმინდა ლოგიკა ადამიანებთან ურთიერთობაში და მიმართებაში. და უთხრათ ხალხს, მე არ მაინტერესებს თქვენ როგორ აზროვნებთ. აი გეტყვით როგორ უნდა ვიაზროვნოთ, რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა ვაკეთოთ. კიდევ უბრუნდები. ყველაზე საუკეთესო რაც კი კაცობრიობას მოუგონია თავისი არსებობის მანძილზე, თავის გადასარჩენა და რაც შეიძლება უკეთესი და ბედნიერი ცხოვრების მისაღწევად, ეს არის სახელმწიფო. ამიტომ ყველა ჩვენთაგანის და მთელი საქართველოს მოსახლეობის უპირველესი და უმთავრესი მიზანი, სურვილი და განზრახვა ის უნდა იყოს, რომ ავაშენოთ ყველაზე საუკეთესო, ყველაზე სამართლიანი სახელმწიფო მთელ მსოფლიოში და ამ სახელმწიფო წყობას ქვია სახალხო კონსტიტუციური წყობილება. ეს არის ისეთი სახელმწიფო წყობა, სადაც სახელმწიფოში ბატონობს ის ბრძნული და სამართლიანი კანონები, რომელიც მოიგონა და შექმნა ნიჭიერმა და ბრძენმა ხალხმა და დაადგინა ყველასათვის საყოველთაო ნორმად. და არა ჩვენ მიშას რა მოეხუშტულებოდა და ბიზნეს კიდე იმ კანონმდებლობით ცხოვრობთ, ჯარიმები და აი სულთა ჯოჯოხეთური ცხოვრების განაჩენი გამოუტანა. ნაცები და კოცები დაბილითო ესენი არიან შავი ჭირი საქართველოსთვის. ბატონო ამირა, გასაგებია ახლა ჩვენი მაყურებელი ახლა ის ვინც ოცნების მომხრეა, ის ჩვენ არ გვიყურებს. აი ჩართავდა და რომ დაგინახავდათ და პირველი ფრაზა როგორც კი
გაიჟღერა თქვენმა ის გადართავდა ამ არხს. აი ვინც გვისმენს იმათ ყველამ ეს იცის რომ რაღაცა შესაძლებელია. აი თქვენ ამბობთ რომ სახელმწიფო უნდა იყოს ასეთი. მაგრამ ის ვინც სახელმწიფოს სათავეში მოდის ის თუ ის კეთილსინდისერი არ არის და როგორც თქვენ თვითონ ბრძანეთ არც ერთი ჩვენი წინა ხელისუფლება და ახლანდელიც კეთილსინდისერი ნამდვილად არ არიან. ისინი ყველანი თავის თავზე ზრუნავდნენ. ყველა ხელისუფლებამ თავისი თავი და თავისი მომხრეები გაამდიდრა. ამ დროს ეს გამდიდრება არ მომხდარა საწარმოების გაზრდით, ბიზნესების განვითარებით, ყველაფერი ეს მოხდა, ესე იგი იგივე თავიანთი თანამოქალაქეების გაღარიბებით, ესე იგი წაართვეს მას, როგორც თქვენ ბრძანეთ, ქარხნები წაართვეს, გაყიდეს ჯართად, ფული თვითონ ჩაიგდეს ხელში. მერე ამ ფულით მიწები იყიდეს და მერე ეს გადაყიდეს უცხოელებში 10-ჯერ და 20-ჯერ და 100-ჯერ უფრო ძვირად. აი როგორ უნდა წავართვათ აი ამ ესე იგი ნუ როგორ თქვა ახლა არ მინდა უხეში სიტყვა ვიხმარო, მაგრამ არაკეთილსინდისერი ხალხი რომელიც ახერხებს ატყუებს ხალხს და არჩევნების დროს მაინც ახერხებს გარკვეული ნაწილის მომხრობას დანარჩენს გაყალბებით ახერხებს და მოდის ხელისუფლებაში და მერე არ უნდა წასვლა. მე ერთი რაღაცა მინდა თქვენ შეგახსენოთ. მე ახლახან აქ ერთი გორული კაცი მყავდა, მგელაძე, ლაშა, ეკონომისტი და იმან მითხრა რომ აი საინტერესო მონაცემები არის. ესე იგი 2003 წელს როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა 20 ესე იგი ნაციონალები ჩინოვნიკთა რაოდენობა იყო 120-დან 140,000-მდე. ესე იგი მართლობაში, ქვეყნის მართლობაში დასაქმებული იყო 120-დან 140,000-მდე. ნუ რა თქმა უნდა რეფორმები ჩატარდა, ახლა ჩვენ როგორც არ უნდა მოგწონდეს ნაციონალები, მათ თავიდან ბევრი რეფორმა გააკეთეს, იგივე საბაჟოზე წესრიგი დამყარდა, იგივე პოლიციაში წესრიგი დამყარდა, ნუ ბევრი რაღაცა გაკეთდა და ეს ჩინოვნიკთა რაოდენობა დაიყვანეს 60,000-მდე. ესე იგი ეს კარგი მოვლენა იყო, მაგრამ მერე მიხვდნენ რომ იმისათვის რომ თავის ხელისუფლება შეინარჩუნოს, მეტი მომხრეები ჭირდებათ და დაიწყეს ამისი გაზრდა და აიყვანეს 200,000-მდე. 200,000-მდე. აი 200,000-იანი ჩინოვნიკების რაოდენობით გადააბარა ნაციონალებმა ოცნებას ხელისუფლება და ოცნებამ ეს 200,000 მიიყვანა, როგორ ფიქრობთ რამდენამდე? 400,000-მდე. 100%-ით გაზარდა. 100%. 400,000-მდე. ეს 400,000 მოიხმარს ბიუჯეტიდან, რომელსაც როგორ ვავსებთ შენიცი, ჩვენი უცხოეთში წასული ხალხის და იმ ჯარიმებით და რაღაცებით, იმიტომ რომ საწარმოები არ მუშაობს, სოფლის მეურნეობა არ მუშაობს, აი ბიუჯეტიდან 35% ხმარდება აი ამ ჩინოვნიკების დაფინანსებას. ვაცადოთ 1.15 წელი იქნებ გამოსწორდნენ კუცებია? რას გამოსწორდება? პირიქით ესენი 35-70-მდე აიყვანენ. რა მინდა გითხრათ? 200,000 იყო და 100% გაზარდა 400 გახდა. კი იზამდა ანეკდოტი გამახსენდა კახური. აბა თქვი. შენმა ბიჭმა კახეს მოადგა სახში და უძახის გამოვიდა შენმა ბიჭმა ქალიშვილი გამიუპატიურაო. რას ამბობ, უკაცო არ იზამდაო ჩემ ბიჭი, როგორ არაო? გაუპატიურაო, ამის 100%-იანი 100-აო. ხო და არა და არ იზამდაო და ის შედავება აგინებს რამე და გამოიყვანა 5 წლის ბიჭი და ამან გაუპატ. მაგალ არაო უფროსო. აი ის კი იზამდაო. კოცები კი იზამდა მაგას. ის იზამდაო. ხო ის კი იზამდაო დიდიო ის 20 წლის რო არის. ახლა საზოგადოება რომ
ჩავაყენოთ საქმის კურსში, ესე იგი ეს 35% არსად სოფლიოში ასეთი პროცენტი არ ხმარდება ჩინოვნიკებს. ამან იბა თქვა ბატონო ვახში. კარგი მმართველობის პირობებში აი ეს პროცენტული რაოდენობა, რომელიც ხმარდება ჩინოვნიკებს, უნდა იყოს 7-დან 11%-მდე. ჩვენთან 35-ია და ეს გაიზარდა იმისათვის, რომ და აი ამ თავრობამ ბოლო წლებში იცით როგორ გაზარდა პარლამენტარების ხელფასები, გამგებლების ხელფასები, მინისტრების, იქ 10,000 რო გადაცილდა და 16-მდე მივიდა, იმისთვის გაზარდეს, რომ ეს ხალხი უფრო ერთგულად ემსახუროს მათ და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ეს ხელისუფლება დარჩეს ისევ ხელისუფლებაში. ბატონო ვახში. აი ამას რა ეშველება? ეხლა მოგახსენეთ. 1000 ლეულის მანძილზე 1000%-ად და ფილოსოფოსთა მიერ დაწერილია მოძღვრება სახელმწიფო წყობისა და მოწყობის შესახებ. მათ განხილული და გაანალიზებული აქვს ყველა სახელმწიფო წყობათა დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომელიც უხსოვნას გვაძლევს. ჩვენ რა ვჭირდება ბევრი ახალი შექმნა. კი, ახალი შექმნა უნდა შეიტანო კაცმა და მოგივა იდეები თავში. Სერტო დავიწყებ აქედან ახლა რაც თქვენ მითხარით იმის პასუხს გაგცემთ. დიახ. არ არსებობენ იდეალური და ბრძენი ხალხზე მზრუნველი სახელმწიფო მმართველები. იდეალური და ბრძნული კანონები უნდა გქონდეს სახელმწიფოში და ამ კანონებით უნდა იყოს მართული სახელმწიფო. აი ეს არის ცნება. ვინ დაწერს ამ კანონს და ვინ მიიღებს? აგერ წარმოდგენ მე ხალხს და ეროვნული საბჭო. ეროვნული საბჭო ეხლა ვაჟღერებ ამ ტელევიზიით დღეს. დიახ. საქართველოში ერთხელ და სამარადისოდ უნდა დაარსდეს აი ეროვნული საბჭოს გერბი. ეროვნული საბჭო. კი, აბა ახსენით რა არის ეს ეროვნული საბჭო და ვისგან შედგება და როგორ უნდა შეიქმნას ის? საქართველოს საკეთილდღეოდ უგდავსაყოფად და სამართლიანი სახელმწიფოს ასაშენებლად. ერთხელ და სამარადისოდ საქართველოში უნდა დაარსდეს საქართველოს ეროვნული საბჭო. საქართველოს ეროვნული საბჭო ეს არის ბრძენთა საკრებულო. ქართველთა სიბრძნის და სახელმწიფოებრივი აზროვნების უზენაესი ეროვნული ცენტრი. საქართველოს ეროვნული საბჭოს აი რომ წარმოვიდგინოთ ჩვენ გონების თვალით დავინახოთ საქართველოს ეროვნული საბჭო ეს არის მთელი საქართველო ერთად აღებული საქართველოს ერთგული შვილები ერთგული გვარები და ერთგული ოჯახები საქართველოს ბატონ პატრონი ბედის გადამწყვეტი და უმაღლესი კანონმდებელი ვართ ჩვენ ხალხი ყველამ უნდა იცოდეთ იცოდეთ და გახსოვდეთ სახელმწიფოში ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს და უმაღლესი კანონმდებელი არის ხალხი და რა ეს აუბედითი ნაცები და კოცები ახლა ჩვენ უნდა ავირჩიოთ. ამიტომ აი ეხლა მოგახსენოთ ეროვნულ საბჭოზე. საქართველოს ისტორიაში პირველად თელმა საქართველოს ხელი უნდა მოაწეროთ ყველაზე საუკეთესო, ყველაზე ბრძნულ და ყველაზე სამართლიან გადაწყვეტილებას საქართველოში ერთხელ და სამარადისოდ საქართველოს ეროვნული საბჭოს დაარსებას. როგორც უკვე გითხარით, საქართველოს ეროვნული საბჭო ეს არის ბრძენთა საკრებულო. ყოველთა ქართველთა აი სიბრძნის და ერთობის უზენაესი ეროვნული ცენტრი. აი ქართული სიბრძნის და სახელმწიფოებრივი აზროვნების უზენაესი ეროვნული ცენტრი. ყოველთა ქართველთა ერთობის ცენტრი. აი ეროვნული საბჭოს წევრი წარმოვიდგინეთ ვართ ნებისმიერი ყველა ჩვენ. და ეროვნული საბჭოს აი უზენაესი ვინც უნდა იყოს ეროვნული საბჭო ისინი უნდა იყოს რჩეულთა შორის რჩეულები მთელი საქართველოდან აი ალბათ საქართველოში ყველა ერისხავს და ჩვენს გვეყოლება 30-50 კაცი საქართველოში რჩეულთა შორის რჩეული მთელი საქართველოდან და ამ ხალხისგან უნდა დაარსდეს შეიგრიბოს საქართველოს ეროვნული საბჭო აი ამ სიგი 30 კაცი? ნუ 50. მაქსიმუმ 50 კაცი. 50. 50 კაცი. აი ეს არის
ადამიანი მოკვდავია, სიბრძნე უკვდავი და მარადიული, მარაძველი და მარადახალი, რომელსაც დრო ვერ გაცვითავს. ამიტომ გჭირდება ჩვენ ბრძენთა საკრებულო ქართული სიბრძნეს, ქართველთა სიბრძნეს უზენაესი ეროვნული ცენტრი. აი სიბრძნის საკრებულო, სიბრძნის სამჭედლო. ეს უნდა დაარსეს ერთხელ და სამუდამო, ერთხელ და სამარადისოდ. დავსვათ შეკითხვა ეხლა. არჩევნებზე ლაპარაკობდა და აგინის იძახიან ეხლა კონცეპტი რომ 2 წლის მერე არჩევნები გვექნება ჩვენ გავიმარჯვებთო. ახლა გეკითხებით ხალხო დაფიქრდით. ჩვენ ვართ ამომრჩეველი ქართველი ხალხი და ვირჩევთ ახალმთავრობას. ვინ უნდა დათვალოს ხმები ჩვენ ამომრჩევლებმა თუ ვისაც ვირჩევთ იმას? ვინ უნდა დათვალოს ხმები? ეს ერთი და მეორე ანტიკური ხანიდან ცნობილია რომ ხალხს არ შეცევსური არჩევანას უნარი სახელმწიფო მმართველების ასარჩევად. ყველაფერი ეს შესაძლებელია, ყველაფერი დასახვეცია. აი რასაც ვიტყვი რომ წმინდა ლოგიკაზე დაიყვანოს, სადაც ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს მეცნიერულად დასაბუთებული და დასაბუთებადი. აი ცნებებზე, ცნება ეს არის მეცნიერულად დასაბუთებული სინამდვილე და ყველა საკითხი რაც ჩვენ დღეში ნათელზე აი მზაკერძივეთ მივაწოდოთ და ხალხს უნდა იყოს აი წმინდა ლოგიკაზე აი აგებული სადაც ეჭვარაუდის ცნობილი აი მეცნიერულად დასაბუთებული ყველა საკითხი ეს არჩევნები იქნება ახალი მთავრობა იქნება თუ რა ახლა ჩვენ საქართველოში იმაში გვყავს 150 პრეზიდენტი და პარლამენტარი მათი ხელფასები 1200-დან 12000-დან 15000 ლარი მაგათ რატომ აკლებ მარტო თავმჯდომარეს 16 აქვს ხო იყოს კარგი თქვა თუ გინდა მასე აი თქვენ წარმოვიდგინეთ რომ ამათი პრემია დანამატები ამათი ხელფასის დანამატები და პრემიებით 300 მილიონი ხარჯებაო აი იმიტომ ბიუჯეტის 35% მიდის 300 მილიონი ეხლა მე პირადად სახელმწიფო მოწყობის გეგმაზე მუშაობ და არა მარტო მე ვიყენებ ბრძენთან აზრებს სახელმწიფო იდეალური სახელმწიფო წყობის ძირითადი პრინციპები მე ვიყენებ ამას ყველაფერს 50 მე მინდა გითხრათ 50 კაცი სრულიად 50 კაციანი პარლამენტი სრულიად საკმარისია საქართველოში 50 კაციანი პარლამენტი სრულიად საკმარისია აი ხელამდე რო ყოფნის და მათი ხელფასები დღეს თუ საქართველოში გავითვალისწინებთ ჩვენ ყველაფერს თუ რა სიდუხჭირე და ჯოჯოხეთური ცხოვრება პარლამენტარის ხელფასი იქნება 5000 ლარი აი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მოსახლეობა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ეროვნული საბჭო 5000 ლარი იქნება მათი ხელფასი და 50 კაციანი პარლამენტი გვეყოლება ესე იგი რა ხდება საქართველოს ისტორიაში კიდევ იმეორებ საქართველოს ისტორიაში პირველად საქართველოს მოსახლეობამ ხელი უნდა მოვაწეროთ ყველაზე საუკეთესო და ყველაზე ბრძნულ და ყველაზე სამართლიან გადაწყვეტილებას საქართველოში ეროვნული საბჭოს დაარსებას და ასევე საქართველოში ერთხელ და სამარადისოდ სრულიად ახალი სახელმწიფო წყობის სახალხო კონსტიტუციური წყობილების დაარსებას თქვენ უნდა იცოდეთ რომ დემოკრატია სრულებით არ არის სახელმწიფო კარგი სახელმწიფო წყობა ეს უნდა იცოდეთ და მეორე არც ერთ სახელმწიფოში არა თუ ვინმეს გონია რომ ამერიკაშია დემოკრატია ან რომელიმე ქვეყანაში წარედ ხდება დემოკრატია სიტყვა ნიშნავს ხალხის ძალას დემოს ხალხი და კრატოს ძალაუფლება ხალხის მაგრამ არსად ეს არ არის არსად პირიქით კაპიტალისტურ ყველაფერ კაპიტალიზმზე კაპიტალური ბაზე აიგო ყველაფერი და ფულის მომხოჭელობაზე ფულის შორაპზე ამათ როგორც ახლა გითხარი ოლიგარქები მდიდრები უგულო სივსისმლე და სულით ბოროტ მოქმედი ხალხია ოქროს საბადოს დაედაკა ხელათები ძინა ივანიშვილი უკრაინაში მეგობარი მყავს და ხშირად მირეკავს და ძალიან ხშირად ბატონო ახშირა ეს დღეს ამერიკა ბიზინა ქვია სახელი
სკაიპით ველაპარაკება და მე ვთხარი ბიძინა ლექსი დავწერე მეთქი, მე ვთხარი ბიძინა ივანიშვილზე მეთქი. აუარდა სიცილი და დაბა მომიყევი მითხარიო. მე ვთხარი ჯერ ოჯახის წევრებმა არ იცის და არც ახლობელ ნათესავებმა რო ლექსებს წერა რო დავიწყევ. მითხარიო ხდებოდა სიცილი და მითხარიო და ოქროს კაცია ბიძინა უყარს ოქრო და ფულები, ქოცებო დაალაიქეთ დაუსვით თითო გულები. ეს მოგდე პატარა ლექსია. იმაში ბიძინა რომ მოდიოდა მაშინ ქართული ოცნების 2012 წელს ვიღაცა მოიტანა ლექსი დაეწერა და დიდი სიამაყე წაიკითხა. ლექსს უძღვნა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ეწერა საქართველოში მზე გამომწყინდა იმედების გვაქვს ფრთები გაშლილი ვინც გადაარჩენს დღეს საქართველოს არის ბიძინა ივანიშვილი. ახლა იმათ თქვათ გულწრფელად რომ ბევრი ფიქრობდით ასე მეც ფიქრობდი რომ მე არასდროს მოვიდა კაცი და მე არასდროს არ ფიქრობდი ბატონო ვაში ჯერ ინტუიცია რო შევხედე ბაში რო შევხედე პირველად და ინტუიცია ხელათვე იმ წუთებში რაც არის სინამდვილეში ის და მეორე აი ყველა ბრძენი და ფილოსოფოსი იმას გვეუბნება რომ ოლიგარქები უგულო ციფრსა და სულით ბოროტმოქმედი ხალხია შევცით მაგრამ უბრალოდ მიშა იყო იმდენად არასასურველი მაშინ რომ აი ვინც ყოფილიყო ვინც იმას გადააგდებდა იმას დაუჭერდით ხარს აი ასეთ დღეში აღმოჩნდით ისა მე ვთქვი რომ იმან აი თუ რა დანაშაულია აი რა დანაშაულია ჩადენილი ნაციონალებს ნაცებს და კოცებს ჩვენი სამშობლოს და ჩვენი ხალხის წინაშე გასაგებია აი როგორც დამნაშავე რეჟიმი ახლა იმ თქვენს ესე იგი ბრძენი ხალხის საკრებულოზე მინდა ორიოდე მე როგორც გითხარით აი უბრალოდ წამოვიღე ეს ჩვენი წიგნი 18 წელს დაწერილი აგერ რა გვიწერია აქ სახელმწიფო კაცების საკრებულო ეს იგივეა რასაც თქვენ ბრძანებთ მაგრამ ჩვენ ასე დავარქვით და დავარქვით იმიტომ რომ ეს ტერმინი არის ილია ჭავჭავაძის მიერ ნახსენები ესე იგი სახელმწიფო კაცები ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის სწორედ ერის მამა თვლიდა რომ სახელმწიფო იმის მიხედვით იზომება რამდენი მთქმელი ყავსო აი შენ რომ ბრძენი და ჭკვიანი და გამორჩეული ხალხია ანუ რამდენი გამორჩეული ადამიანი ყავს როცა მივდივართ ნამდვილის დაფასების გზით იქ საზოგადოებაში ყალბის ფსევდოს ადგილი ნაკლებად რჩება ესე იგი ჩვენ აი ეს ტრადიცია გვაქვს ჩვენ სხვათა შორის აი თამარ მეფის დროს გახსოვს დარბაზი რო ქონდა ფაქტიურად ის იყო ბრძენ ხალხთა საკრებულო თამარ მეფის დროს ჩვენ აი ასეთი ტრადიცია გვაქვს და მივედით იმ დღემდე რომ აი ისეთი პარლამენტი ყავს რომელიც დღესაც ყავს ისე აბადიეთ დავასრულებ ისეთი მთავრობა ყავს აი თქვენ ამბობთ რომ აი ბრძენი და ხაზი გაუსვათ მთელი მინისტრთა საბჭო მინისტრთა კაბინეტი თავისი პრემიერ-მინისტრის თამადობით აი ეს დღეებია ყოველ დღე გამოდიან ბრიფინგებს აკეთებენ და იმას გვიმტკიცებენ რომ ასეთი ბრძენი და გამორჩეული კაცი არის ბიძინა ივანიშვილი. ჯერ ერთი სამარცხვინოა, როცა სახელმწიფოს პირველი პირი კონსტიტუციურად სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი არის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი და ის ამბობს, რომ მე არ ვღებულობ გადაწყვეტილებებს. მე ვღებულობ რჩევებს და აი ეს ყველაზე ჭკვიანი კაცის ნაზრებს მე ესე იგი ვითვალისწინებ და ისე ვღებულობ გადაწყვეტილებაცო და ახლა ირკვევა რომ ეს ჭკვიანი კაცი თავისთვისაა ჭკვიანი და არა ქვეყნისთვის ეს ჭკვიანი კაცი მთელი ამ 14 წლის მანძილზე ვერავინ ვერ დამისახელებს ერთ მინისტრს მის მიერ დანიშნულს ან ერთ პრემიერ-მინისტრს მის მიერ დანიშნულს რომელიც არ არის კრიმინალი არ არის უამრავი ციხეში ჩასვა ვიცით ხომ ესე იგი კადრების შერჩევა ამ კაცმა არ იცის ალბათ დავალების მიცემაც სწორად არ იცის ეს არის მე-7 საუკუნის ფეოდალი რო გითხრა ბიზნესი აი ამაშია საქმე და
საერთოდ აი ლოგიკური და სახელმწიფოებრივი აზროვნების სატანისტურად აზროვნებს პირდაპირ გეტყვით. აი ზუსტად სატანისტური აზროვნება არის მისი მსოფლმხედველობა. 99 წელს 1999 წელს ბატონო ვახში ვიმყოფებოდი მოსკოვში 1999 წელი იანვარი, თებერვალი, მარტი და 9 აპრილს სამოვედი იქედა. 9 აპრილს სოხუმში შეხვდი მატარებელში მოვდიოდი. სამი თვე ვიყავი მოსკოვში. აი როგორ გამოიყურებოდა აი იქ მელაპარაკა. მე ისეთ ხალხთან მომიწიაში. ურთიერთობები. ყოიცენი ყველა დღე მე-3 დღეს რესტორანში ვიყავი და შაბათ-კვირას განსაკუთრებით და იქ ყველაფერი აი რაც ელოდებოდა საქართველოს, საბჭოთა კავშირს და იმას ყველაფერი გაანალიზებული ქონდა. გეტყვით ახლა. ძალიან მოგლეთვით ორ წუთში დავამთავრებავს მე. ესე იგი მიდიოდა აქ გაცხარებული ეროვნულ გამანთავისუფლებელი მოძრაობა ურა პატრიოტიზმი. ყოველგვარ ლოგიკურ და სახელმწიფოებრივ აზროვნებას დიდად აცდენილი. იქიდან ამობდნენ ქართველები. იქ უმაღლესი განათლებით სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული, ჩემი ახლობელი იყო. მასთან ვიყავი და ის საძმაკაცო ყავდა ყველა განათლებული და მათი მშობლები. ყველა დიდ სერიოზულ სამთავრობო საქმეში. ქართველებზე ალაპარაკი ხო? რუსებზე. აქ ეს ერთი ორი ქართველი იყო. აი ერთი ვიცი იყო იქ ცხოვრობდა 4 ოთახიანი ბინა მოსკოვის ცენტრში და ხელამდე ცხოვრობდნენ. და აი ჩერეზაკიდან ხდებოდი ამ კრუგს. სერიოზული ბიზნესი ჰქონდა და ამ კრუგს ხდებოდი და ისეთ იმას თანამდებობის პირებსაც. აი მაგალითად პოლკოვნიკმა ელაპარაკა, რომელმაც საუკეთესოდ იცოდა საქართველო და აი შეუდარებელია ქართლის უბრალო, შეუდარებელი და ქართლის თუმართმასპინძლობა, აი კეიფის კულტურა, თამადა და თელიანა, მე ყველაფერში გარკვეული იყო. ახლა იმან თქო რომ მე 120 ვაგონი ხეთქეს ის დავაშვებიო ვაგზავნი საქართველოში ვაგზავნიან 120 ყველაფერი შემოდიოდა რუსეთიდან და აგერმა ძიეს რუსეთის იმპერია და ძიეს და ის საშინად გამოიყურებოდა მოსკოვი და თბილისი. იქაური ქართველები და რუსებიც. იქაური ქართველები იმაში დედას აგინებდა ამ ეროვნული მოძრაობის ლიდერებს. აი დედებს აგინებდა პიტამერ გეტყვი. აგინებ გააუბედურებენ საქართველოში. კარგი. ამაზე ბევრი შეიძლება ვიკამათოთ. ის რომ აქედან რუსებს აგინებდნენ, ესეც რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით კეთდებოდა, იმათ უნდოდა საბჭოთა კავშირის დაშლა, იმათ უნდოდა სიმდიდრეები, რაც კომუნისტური ხელისუფლების პირობებში დაგროვდა, იმის მეპატრონები გამხდარიყვნენ და მიაღწიეს ამას. ეს ყველაფერი იყო თამაში და მე არ მინდა ახლა ამაზე ბევრი ვილაპარაკოთ, უბრალოდ ეს დასადგენია კიდე, თუმცა ის რაც მე ვთქვი, ამაში მე დარწმუნებული ვარ. ჩვენ არ დაგვიწყია საბჭოთა კავშირის დანგრევა. ეს მე ჩვენ მივისაკუთრეთ ეს დიდი ხანია უცხოელებიც ამაზე მუშაობდნენ და განსაკუთრებით კომუნისტური ელიტამ ეს გადაწყვიტა და აი იმ ელიტის ყველა წარმომადგენელი დღეს მილიონერია, მდიდარია ლონდონში, ნიუ-იორკში ყველგან ბინები აქვთ და ცხოვრობენ როგორც იტყვიან თვითონ რუსები პრიპევაიუთში. ესე იგი, მაინც აი ეს ინტერესი რომ გამდიდრდე დაისაკუთროს სხვისი კუთვნილი და თვითონ მიისაკუთრო ყველაფერი იმდენად ძლიერია, რომ როგორც კი ხელისუფლება ოდნავ მოეშვა, ამას მიაღწიეს. ახლა ჩვენი ამოცანა არის ჩვენთან იგივე მოხდა. კი, ბატონო ვაში თუ შეიძლება. კი ბატონო, კიდე გვაქვს ერთი 6 წუთი. ისა აი პოლკოვნიკის ნათქვამს სიტყვებს გეუბნები. ესე იგი,
გარბაჩოვის შევარდნაძე იაკოვლევი და გენერალიტეტი ნახევარშუაზე გაყიდული იყო, ეგენი ყავდნენ ამერიკელებს ნაყიდი. ამერიკელებს, გერმანელებს, ბრიტანელებს. ასე თქვა, ესეთი გავყიდო და ასე თქვენი გენერალი. მაგრამ ჩვენ ახლა ისა და ამით დავასრულე ერთ წინადადებას ვიტყვი. 9 აპრილის დაშლაზე ამას ამერიკელები დაშლენ. ხო, მე გითხარით 9 აპრილის ვაგონს ამერიკელებს სჭირდება თუ ეს დაშლა როს დაარბიონ რა შეიძლება სასტიკათო რომ არის ნახევარსაჭიროთა კავშირი რა არის. კარგი ამაზე ამ საკითხს შევეშვათ გავყინოთ. ესე იგი რუსები აკეთებდნენ იმას რაც ამერიკელებს უნდა? რა თქმა უნდა. არა რუსები აკეთებდნენ. ესე იგი მაგათაც უნდათ. მოკლედ ეს სამეცნიერო კონფერენციის თემა არის და სხვა დროს და სხვა ფორმატში ამაზე ვიმსჯელოთ. ისა, ყოველ შემთხვევაში რაც მე ახლა მართალი გითხრათ, ბატონ ამირამ პირდაპირ გეტყვით, რომ მე ძალიან არ მომწონს ჩვენი ხელისუფლების ის პოლიტიკა, რომელიც დღე და ღამე ჩართულია და მუშაობს ამერიკის სახელმწიფოს გაშავებაზე, დასავლეთის გაშავებაზე, თითქოს და ყველა უბედურება რაც ჩვენ გვჭირს ეს მაგათიდან გვჭირს, არ არის ეს ასე. ამერიკამ ჩვენ გადაგვარჩინა 8 წელს პუტინის ტანკები აგერ გააჩერეს მუხრანთან და უკან დახიეს აი ბუშის მიერ გამოგზავნილმა დიდმა გემმა. ეს სხვა თემა არის. დავანებოთ თავი ამერიკა რუსეთს. ჩვენ გვჭირდება შიგნით წესრიგის დამყარება. ორიოდეს სიტყვით ვიტყვი აი ქართულ პოლიტიკას. დიახ, ბრძანეთ. კაცობრიობის სიბრძნე ეს არის მშვიდობის შენარჩუნება. ომი ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება და ყველაზე დიდი უბედურება კაცობრიობისათვის. ომის გამჭაღებელი სახელმწიფო მმართველები უნდა გაანადგუროს ხალხმა. ახლა რა ხდება ჩვენ ამ პატარა სახელმწიფოს, რომ ჩვენ ვინა ვართ პატარა სახელმწიფო, აი ერთი უსუსური სახელმწიფო ამ აი ცოდვებით სავსე პლანეტაზე, სადაც ბატონობს ძალმომრეობა და უსამართლობა და რა სიბრძნე და კეთილგონიერება. ჩვენი პოზიცია უნდა იყოს ქართული პოზიცია, რომ ჩვენ კაცობრიობის სიბრძნე ეს არის მშვიდობის შენარჩუნება და ჩვენ ვიქადაგოთ და მშვიდობაზე. აი ყველგან მოწონებას იმსახურებს ეს განაცხადი. ჩვენ აი ზუსტად უნდა გვეჭიროს მშვიდობის შენარჩუნება. აი ეს პოზიცია მშვიდობის შენარჩუნება კაცობრიობის სიბრძნესა და ქადაგებდეთ ამაზე შესრულებებზე. ეს პოლიტიკა და ეხლა კითხვას დაგისვამ. ეს მშვიდობა თუ გადაშენებას გიქადის არ უნდა იბრძოლო გადარჩენისათვის. კაცობრიობის სიბრძნე ეს არის მშვიდობის შენარჩუნება. მშვიდობა როგორ შეიძლება და კეთილგონიერება გადაშენებას გადაგებდეს. ეს ჩვენ ხო მარტო არა ვართ ამ დედამიწაზე, აგერ იქ ერთი მონსტრი ყავს, აგერ იქ დასავლეთში მეორე მონსტრი ყავს. მე რასაც ვამბობს, კაცობრიობის მშვიდობის შენარჩუნება. ეს სოფლიო გლობალურად უნდა ცხადდებოდეს. ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს. ჩვენი საგარეო პოლიტიკის ჯოკერი უნდა იყოს ეს, რომ სოფლიოს ჩვენ ვაცნობთ ჩვენი პოზიციაზე დგას საქართველოს არც რუსეთისგან არც ამერიკისგან საქართველოს დგას ყველაზე საუკეთესო ყველაზე ბრძოლ გადაწყვეტილებაზე. ეს ჩვენ გვიწერია ჩვენს დოქტრინაში, ჩვენ მე არ ვიცი თქვენ ყოველ შემთხვევაში რა გეწერეთ, მაგრამ მე ვამბობ ქართული პოლიტიკა როგორი უნდა იყოს დღეს და ჩვენ რაზე უნდა გქონდეს ორიენტაცია აღებული და ყურადღება გამახვილებული. ესეთი და მეორე მე ეხლა ცოტა გრჩება დრო და მე მინდა ბოლოს მიმართა გავაკეთო. კი ბატონო. 2 წუთი გვაქვს. ხოდა ძირფასო ტელემაყურებლებო. მე კიდევ ერთხელ გაგიმეორებ თქვენ. რომ საქართველოს გადასარჩენა და უკდავსაყოფად სამართლიან სახელმწიფოს ასაშენებლად თელმა საქართველოს ხელი უნდა მოვაწეროთ ყველაზე საუკეთესო, ყველაზე ბრძნულ და ყველაზე სამართლიან გადაწყვეტილებას. საქართველოში ერთხელ და სამარადისოდ უნდა დაარსეს საქართველოს ეროვნული საბჭო, ბრძენთა საკრებულო, ქართველთა სიბრძნისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების უზენაესი ეროვნული ცენტრი. ჩვენ უნდა ვაშენოთ ყველაზე საუკეთესო, ყველაზე სამართლიან სახელმწიფო მთელ მსოფლიოში
და ამ სახელმწიფო წყობას ჰქვია სახალხო კონსტიტუციური წყობილება. ეს არის ისეთი სახელმწიფო წყობა, სადაც სახელმწიფოში ბატონობს და მოქმედებს ის ბრძნული და სამართლიანი კანონები, რომელიც მოიგონა და შექმნა ნიჭიერმა და ბრძენმა ხალხმა და დაადგინა ყველასათვის საყოველთაო ნორმად. გისურვებთ მთელ საქართველოს და ჩვენს მომავალ თაობებს ეცხოვროთ ისეთ სამართლიან სახელმწიფოში, რასაც სახალხო კონსტიტუციური წყობილება ჰქვია. თავიდან გაიხარეთ იმრავლე და იდეალიზებით მრავალჟამიერი ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ ძვირფასო ტელემაყურებლებო. მხოლოდ ერთობა, სიბრძნე და სიყვარული გადაგვარჩენს. სიბრძნე ეს არის სწორი აზროვნება და სწორი მოქმედება. საქართველოს უკვდავება მხოლოდ და მხოლოდ სიბრძნეშია. დიდი მადლობა ბატონო ამირან. ჩემი სტუმარი იყო ბატონი ამირან მახარაძე. აი რიგითი ქართველი მოქალაქე. ახლა ამის გამოსვლაზე და მის თეზისებზე შეიძლება კამათი, შეიძლება გავაკრიტიკოთ, შეიძლება ვიმსჯელოთ, მაგრამ ფაქტი არის, რომ ამ კაცს ტკივა ქვეყანა, ტკივა საქართველო ვერ ისვენებს, რაღაცებს წერს, რაღაცებს ესე იგი კითხულობს, ეძებს, მაძიებელი კაცია. როგორ და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკეთესად ვიცხოვროთ. მე მგონია, რომ სწორედ ასეთი განწყობის ადამიანები გადაარჩენენ ქვეყანას. იმიტომ რომ ისინი, ვინც იძახიან, რომ აი ბიძინა გენიოსია, ისინი ვინც იძახიან, რომ ეს ჩვენი მთავრობა, იმიტომ რომ ესე იგი ომში არ შეგვიყვანა, თითქოს და ვიღაცა გეპატიჟებოდა ამ ომში და ამით ფაქტიურად ატყუებენ ხალხს, აბა ომი გინდათ ლოზუნგით თვითონ დიდრდებიან, მილიონებს იპარავენ, თვითონვე მერე იჭერენ და მოკლედ ძალიან არასწორად და ცუდად იმართება ქვეყანა. აი თავარი ჩემის აზრით დღევანდელ ჩვენს სტუმართან საუბარში ეს არის, რომ ჩვენ უნდა მომძებნოთ უკეთესი გზა ქვეყნის მართვისათვის, იმისათვის, რომ ჩვენმა ხალხმა მიიღოს ის, რაც მას ეკუთვნის და რაც მას ხვდება. ერთი კუპლეტი ლექსი მინდოდა ბატონო ვახში მეთქვა. ამ სტრიქონებს რომ ჭერდი 17-18 წლისაც არ ვიყავი. და იქედან პატარა ორ კუპლეტს ვეთქვი. დიდო მეფე, ჩვენ მზადა ვართ რომ დავუვაროთ სისხლი მტრების, კარგად ვიცით დღედამდგარა სიკვდილის ან გამარჯვების, სანაპირში სული გვიდგას, დაგვიჭირავს ხმალი ხელში, არასოდეს არ ჩავაგდებთ საქართველოს განსაცდელში. ამ რწმენით, ამ გმირული სულისკვეთებით ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები, ასე ვცხოვრობ მეც, ასე უნდა ვიცხოვროთ ჩვენ და თავდადებად თავგანწირვა ეს სამშობლოსთვის. დიდი მადლობა ბატონ ამირან, ჩვენი დრო ამოიწურა, დავამთავრებ ერთი ფრაზით, არ იქნება სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა. გაუმარჯოს მშვიდობას და ყველაფერი იმას, რაც უზრუნველყოფს მშვიდობას. დიდი მადლობა. სახელმწიფოს უყრების საძირკველი სამართლიანობა. ამიტომ უნდა ვაშენოთ ყველაზე საუკეთესო, ყველაზე სამართლიან სახელმწიფო. კარგად ბრძანდებოდეთ.